გამარჯობათ მეგობრებო, აკალსი აგრძელებს ArchiCAD-ის ვიდეო კურსებს. ჩვენი მიმდინარე გაკვეთილების თემა იქნება პროექტის მომზადება ამოსაბეჭდად. ამ გაკვეთილს ჩვენ დავყოფთ ორ ნაწილად, რადგან ინფორმაცია ბევრია და დავიწყოთ. ანუ იმისათვის რომ მოვამზადოთ პროექტი ამოსაბეჭდად, რასაკვირველია გაფორმება უნდა ამას და ამავე დროს თავარია გვინდა ზომების გამოტანა, dimension-ები, გვინდა layout-ებზე, ფურცლებზე ამის დალაგება ყველაფრის და საბოლოო ჯამში გვინდა publish-ზე გაშვება, ანუ რომ პროექტი ამოიბეჭდოს ერთიანად და ყველა ხედი, ფასადი და ჭრილი ცალ-ცალკე არ უბეჭდო. დავუბრუნდი პროექტირების სივრცეს. შევხედოთ ჩვენ აქ მომზადებული გვაქვს რაღაცეები და ერთადერთი ჩრდილოეთ ფასადი მაქვს გასასწორებელი. მოვნიშნე ჩრდილოეთ ფასადი, ავწიე ჩემი პირობითი საპროექტო სივრცის ზემოთ, ანუ აი ეს მანძილი, ანუ ჩვენ გრუნტი არის პირობითი საპროექტო სივრცე ჩავთვალოთ და დავაწყაპე მეორე მხარეს, ავირჩიე გაწელვა, დეფორმაცია და ესე დისტანციურად ვეუბნები, რომ ზუსტად ამის გასწვრივ დაждდეს. ანუ თავისთავად ის ხაზი აქ არ ჩამოვა, როდესაც ფასადს ვასწორებ სიგრძეში. ეს მოვამზადეთ. შემდეგი რა გვაქვს აქ მითითებული წინასწარ და რა უნდა მიუთითოთ ახლა. დიზაინში ჩვენ თავის დროზე მიუთითეთ, რომ ზომები ღერძებს შორის, ყოველ ღერძს შორის და პირველ და ბოლო ღერძს შორის გამოიტანოს ავტომატურად, რაც აქ არის კიდევაც, არ მინდა ეს. წამოვედით option-ში და project preference-ში, working unit-ებში ჩვენ მითითებული გვაქვს სანტიმეტრები მიათედების დამდგველებით, ამ პროექტში ჩვენ ესე ავირჩიეთ. შესატყვისად ისევ option-ში და dimension-ში, ანუ ეკრანზე როგორ გამოიტანოს ზომები, ამისათვის ჩვენ ახლა გავასწორებთ ინფორმაციას. ჯერჯერობით აქ მეტრებშია. ანუ დავდექი მეტრულ სისტემის მეტრების განყოფილებაზე და ვეუბნები, რატომ მეტრების განყოფილებაზე, იმიტომ რომ დონე, ნიშნული, ფართობი, მოცულობა უნდა დაარჩეს რასაკვირველია მეტრებში და ვდგები სიგრძე სანტიმეტრი, მეათედი, რაც ავირჩიეთ ინფორმაციის მიწოდების განყოფილებაში, კუთხე დავტოვეთ მეათედებში, რადიუსი სიგრძეა და გადავიყვანეთ სანტიმეტრებში და ანუ ანალოგიურს ვაკეთებ ყველაფერს. დონე და ნიშნული და დონე დავტოვე მეტრებში, რასაკვირველია. კარფანჯრის სიგრძე სიგანე, ანუ გრძივი ზომებია და სანტიმეტრები და მეათედები, ისევ და ისევ ჩემი არჩეული. კარფანჯრის ძირის დონე რასაკვირველია მეტრებში, დონეა, ფართობი მეტრებში და დათვლის განყოფილებაში სანტიმეტრები მეათედებში უკვე შერჩეული მაქვს. და შესატყვისად ვხედავთ, რომ გადააკეთა აქ ზომები სანტიმეტრებად. ვნახოთ ახლა ამობეჭდვის სივრცეში, ანუ layout-ებში რა მოხდა, შეცვალა თუ არა ArchiCAD-მა და გადმოიტანა თუ არა ჩემი მონაცემები. მოვიტანოთ ახლოს და ვხედავთ, რომ ArchiCAD-ს ინფორმაცია არ შეუცვლია. იმისათვის, რომ ArchiCAD-მა შეცვალოს ინფორმაცია და გამოიტანოს ისე, როგორც გამოაქვს ჩემთან ნახაზზე აქ, აბატონო აქ რომ დავწუნდეთ ისევ სანტიმეტრებშია ეს ყველაფერი, აი 540 აქ და აქ კიდე მაქვს 5400, ხო? 5 და 4 უბრალოდ. გარი, გადმოვედით view განყოფილებაში, ანუ ხედვების განყოფილებაში, გავააქტიურეთ პირველი სართული და შევხედოთ, რომ აქაც ანალოგიურად არის ყველაფერი. ანუ ArchiCAD-ი ფავორიტად layout-ში გაატანის დროს ინფორმაცია გადააქვს view-ებიდან და არა ჩვენი საპროექტო სივრციდან, ანუ იქ სადაც ჩვენ პროექტს გვქონდა. ამისათვის view-ებში უნდა მიუთითოთ, ანუ ხედვის სივრცეებში უნდა მიუთითოთ, რომ იქაც გამოყენებული იყოს ის ერთეულები, რომლებიც ჩვენ აქ შევქმნით. ამისათვის კიდევ ერთხელ დავბრუნოთ project preference-ებში და dimension-ებში. აქ უნდა იყოს წესი და რეგით custom-ი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მე აქ არ დავიმახსოვრე, მაგრამ დამახსოვრებული მაქვს ძველი შექმნილი, აი სანტიმეტრებზე რაც იდგა და დავუშვათ ეს რო ყოფილიყო ახალი შექმნილი, მაშინ store-ს დავაჭერდი და შევინახავდი. ახლა უბრალოდ rename-ით შევქმნი აქ სანტიმეტრი 2 დავარქი. ანუ ისევ და ისევ შექმნის დროს, აქ მონაცემების შემოტანის დროს store-s და მე უკვე მინახავთ ამას. ოკეი. გადავიდეთ ახლა ისევ view განყოფილებაში, ანუ ხედვების სივრცეში, დავდგეთ მთლიანად იმ სივრცეზე, სადაც მინდა რომ შეცვალოს ჩემი ინფორმაცია, თავისთავად ყველგან მინდა შეცვალოს, მაგრამ ახლა უბრალოდ floor plan-ზე დავდგები, ძირითადი გეგმის ხედვაზე და setting-ებიდან ვეტყვი, რომ აი აქ dimension-ები, ანუ გამოტანის ფავორიტი ხედვა, ამისთვის იყოს არა მეტრული, ანუ ყველგან მეტრი, არამედ ის ერთეულები, რაც მე დავაყენე, ანუ ის ჯგუფი, რაც მე დავაყენე, სანტიმეტრი 2, ну სანტიმეტრი 2 პირობითად დავარქვი და გადავიდეთ ახლა layout-ებში და ვნახოთ გასწორდა თუ არა. ანუ გამოვიძახე ეს ჩემი პირველი სართული აქ და ვხედავ, რომ აქაც გადაკეთდა.
და დავბრუნდი აქ და უშუალოდ პირველ სართულში ვიში და ვხედავ რომ აქაც გადაკეთდა. ანუ ყველგან გავასწორე და ერთეულები გამოტანილი იქნება როგორც საპროექტო სივრცეში, ასევე ამობეჭდვის სივრცეში იმ ერთეულებში, რაშიც მე მჭირდება. ეხლა როგორ გამოვიტანოთ ზომები? გეგმებში ზომები გამომაქვს dimension-ებით და თავისთავად გრძივი ზომების გამოტანით, აი ამ განყოფილებით, რომელიც არქიტექტს ავტომატურად აქვს გააქტიურებული, ასევე ავტომატურად არქიტექტს გააქტიურებული ესეთი არქიტექტურული ნიშანი ზომის გამოტანის. ერთადერთი მე რასაც შევცვლი აქ, რომ ზომები ბოლომდე არ იყოს ზომების ხაზები და ამაზე გადმოვაწყობებ, ესეც არ არის აუცილებელი და სასურველი ფონტი ავირჩიოთ, ან ცოტა კუთხოვანი ფონტი, რომელიც მიღებულია ზოგადად არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზებში ზომების გამოსატანად. დანარჩენი თავისთავად პატარ-პატარა ნიუანსები არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩვენ არ გვჭირდება. ოკეი, და მოვიტანე ახლოს ნახაზს და დაუშვათ აი ამ კედლიდან ამ კედლამდე მინდა რომ ზომა გამოვიტანო. არქიკადი დგას გრძივი ზომის გამოტანაზე. აქ არქიკადს შემოტანილი აქვს როგორც გრძივი ჩვეულებრივი ზომა, ასევე გეგმილები, ანუ სხვა პროგრამებისგან განსხვავებით არ ჭირდება გადასვლა გადმოსვლა, ორივე ვარიანტისთვის შემიძლია ეს გამოვიყენო და უბრალოდ აი ამ კედლიდან ამ კედლამდე ეს რგოლები გამომიტანა. წკაპით თუ შემეშალა, მაშინ უბრალოდ ამ რგოლზე დავაწყაპე ისევ და არა escape და არა back-ი და გამოვიტანე თავიდან და ორი წკაპით დავსვი ეს ზომა აი აქ შუა ოთახში. კარგი, ეს ხელით როგორ გამოვიტანო ზომა? ანალოგიურად არქიკადს აი ზემოდანაც რო გამოვიტანო, არ არის აუცილებელი არქიკადში თანმიმდევრობა დავიცვა და უშუალოდ აქეთკენ დავაწყაპე, გამოვრჩა ეს კოლონის ზომის გამოტანა, აქეთ დავაწყაპე, შემეშალა აქ მოვიტანე და დავაწყაპე, ასე ადვილად ხდება ამ ზომების გამოტანა, ორი წკაპი მერე და კიდე ერთი წკაპი და სიზატკისად აი ზომები დაიწერა. ის რაც მე გამოვატანე არქიკადს. ეს როგორ გამოვიტანოთ არქიკადში ხელით ზომები. ეხლა როგორ გამოვატანოთ არქიკადს ავტომატურად ზომები. ამისათვის ჩვენ შევდივართ დოკუმენტ სივრცეში, ანოტაციებში და ავტომატური ზომების გამოტანა. მაგრამ ხედავთ რომ აქ ჯერჯერობით არაფერი აქტიური არ არის. როგორ ვაიძულოთ არქიკადი რომ გააქტიურდეს ეს განყოფილება? ამისათვის გეგმაში შეგვიძლია ყველაფერი ერთად მომიჯნოთ, Ctrl A-ზე დაჭერით, ან Edit და Select All და ყველაფერი მოგვინიშნა და გადავიდეთ ისევ დოკუმენტებში, გადავიდეთ ისევ ანოტაციებში და ავტომატურ გამოტანის განყოფილებში ხედავთ რომ ეს ორი ღილაკი გააქტიურდა. ექსტერიერის ზომები და ინტერიერის ზომები. ეს სიტყვები რო აქ პირობითია, გასაგებია, ყველა პროგრამაში ჩვენ გვჭირდება ექსტერიერის ზომები. იმისათვის რომ აი აქ ეს გამოიტანოს ეს ზომები, ნახავთ რა უნდა გავაკეთოთ. ანუ აქ თავისთავად არქიკადს გააქტიურებული აქვს ყველა მონაცემები, პრინციპში ჩვენ ეს გვჭირდება კიდევაც. გააქტიურებული აქვს რომ ღიობების კუთხეებიდან გამოიტანოს ზომები და არა ცენტრებიდან, ეს გვჭირდება ჩვენ ახლა. არქიკადი გვეკითხება თუ რა მინდა ღიობებში, ანუ კარებში, ფანჯარაში გამოიტანოს ღიობის სივრცე თუ კარების სივრცე, ანუ სიგანე, ან ფანჯრის იყოს wall-hole, ანუ ღიობის სივრცე, ღიობის ზომა და outer face თუ core face, ანუ მზიდიდან გამოიტანოს თუ ზოგადად გეომეტრიულად გამოიტანოს სრულყოფილად. იყოს, ანუ აი ეს ყველაფერი ამ წუთაში ჩვენ გვაწყობს, ოკეი. და იმისათვის რომ არქიკადს გამოვატანოთ ეს, მოკაცრავად შემოვალ ერთი განყოფილება გამოვრჩა, დოკუმენტები, ანოტაციები, ავტომატური გამოტანა, უკვე გააქტიურებულია და ამიტომ თავიდან შემოვალ, რა უშავს. წამოვედი და ისე ამას დავდექი და ბოლოში არქიკადს აქვს რომ place dimension on 4 sides, ანუ მთლიანად 4 მხარეს გამომიტანოს ეს ზომები. ეს ჩართული არ არის ხოლმე, ჩართული გვაქვს ახლა და რას ვეუბნებით არქიკადს? ვეუბნებით ან ჰორიზონტალურ ხაზს მიუთითებთ, ან ვერტიკალურ ხაზს და ნახაზის გარეთ, სადმე ანუ სადაც ჩვენი ელემენტებია გამოყენებული, ანუ შეიძლება აქ მეშის სივრცეში დავაწყაპოთ და ხედავთ რომ ყველა ზომა დაგვისვა არქიკადმა. ყველა ზომა გარდა კოლონებისა. ანუ კედლებზე რაც არის ზომები გამოტანილი, ეს იქნება ფანჯრის თუ კარების ღიობი ყველაფერი. ეხლა მეორე, რატო ვთქვი რომ ეს პირობითია ცოტა, ანუ ყველაფერი ისე მონიშნული გვაქვს, select all და მინდა რომ კოლონებიც გამოიტანოს. მაგრამ კოლონების ეს ზომა არ მინდა მე ინტერიერში, მე მინდა გარეთ რომ გამოიტანოს. ანუ რასაკვირველია, შიგნითაც შეგვიძლია ამის გამოტანა და გარეთაც შეგვიძლია გამოტანა. ამისათვის შემოვედი ისევ დოკუმენტებში, ისევ თავისთავად ანოტაციებში და ავტომატურ გამოტანებში და ინტერიერების ზომები.
აქ არკადი ისევ გვისვავს რაღაც გარკვეულ შეკითხვებს. კოლონის ცენტრიდან გამოიტანოს თუ კოლონის კუთხეებიდან, ცენტრებიდან ჩვენ ზომები თავიდან რომ გამოტანონ გვაქვს ასე რომ თავისთავად კუთხეებიდან გვინდა. გარე სივრცეები გამოიტანოს, ისევ მუშა სივრცეების, სტრუქტურული იგივე კომპოზიტიური მასალების და რეფერენს ლაინები. ანუ მოდი ყველაფერი გამოიტანოს. ოკეი. და ისევ ვეუბნების სივრცეს, საიდან სად, ანუ ამ ხედვას არ აქვს 4 მხრივი გამოტანა, ანუ კონკრეტულ ხედვებზე უნდა მივუთითო, წკაპი იგივე ადგილას ბოლოს და კიდე ერთხელ დავაწყაპე და მეუბნება რომ ვერ გამოიტანა. ვერ გამოიტანა რატო? იმიტომ რომ არ მივუთითე მე წესიერ კედელი, ანუ ცოტა მოშორებით დავაწყაპე. დავუბრუნდი ისევ ამ განყოფილებას, ინტერიერ დიმენშენები, ოკეი და კედელს ვაჩვენებ. ანუ წერტილიდან წერტილამდე, ანუ ზუსტი მიბმებით, ისევ წკაპი და დაუკაკუნე აქ და ვხედავ რომ გამოიტანა უკვე დავაწყაპე. და გამოიტანა როგორც კედლების, ასევე კოლონების და ფაქტიურად ყველა ზომა შემიძლია ესეთნაირად გამოვატანინო არკადს. მაგრამ ნუ არის გარკვეული ნიუანსები, სადაც არკადი ვერ დაინახავს, ანუ უნდა უშუალოდ კიბე არ არის არც კედელი და არც კოლონა, შესაძლოა აქ აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ რასაკვირველია ხელით. ანუ წკაპი გორგოლი თუ გამოვიდა, ეს არის დინამიური ზომა. ნუ დავუშვათ აქ და დავუშვათ ამ კუთხემდე კიდე და სივრცეში ვაჩვენებ რომ ორი წკაპით ვაჩვენებ სად დაწეროს ეს ზომა, ანუ განივათ თუ ქვემოთ დაწეროს და აბატონო ყველა ზომა გამოვატანო. რას ნიშნავს დინამიური მიბმა? დინამიური მიბმა არკადს აქვს, როცა აი აქ რგოლს მაჩვენებს, მე შეიძლება აი აქინანაც გამოვიტანო რატომღაც ზომა, აი ესეთი კვადრატით როცა არის აღნიშნული, ამ დროს ეს მიბმა არ არის დინამიური, წკაპით გავაოქმე, უბრალოდ კარების ზომას გამოვიტანე ახლა აქ, მეტი არაფერი არ მინდა ამ წუთას და დავუშვათ მოვნიშნე ეს ჩემი კარები და გადავაადგილე, გადაადგილებით ახლა კარების ზომა მაქვს, ამიტომ გადაადგილებით არაფერი არ შეიძლება. შევედი კარების მონაცემებში და ვეუბნები რომ ეს კარები 140 კი აღარ არის და დავუშვათ არის 150 სიგანეში. ოკეი. სანტიმეტრებში ვლაპარაკობ, ესეა თავისთავად ესეც შეიცვალა. ანუ ზომების დავუშვათ კიბე რო გადავაადგილო, თავისთავად ანალოგიურად შეიცვალა ეს. გადავიდეთ ახლა ფასადებში. ფასადში ზომების გამოტანა ასაკურველია არ ხდება გრძივი ზომები, გამოტანა ხდება დონეების გამოტანა და არქიკადმა და რასაკვირველია ხელით შემიძლია ანალოგიურად გამოვატანო ეს ყველაფერი. ანუ ავიღე ისევ დიმენშენები, აღარ მინდა შესვლა ამის მონაცემებში, ყველაფერი ჩავთვალოთ რომ უკვე დარეგულირებული გვაქვს, გადავიყვანე უბრალოდ ნიშნულების გამოტანაზე და სიზატყვისად მინდა ჯერ გამოვატანინო ძირითადი ნიშნულები. ძირითადი ნიშნულები, რომელიც არის ანუ სართულების დონეები, უბრალოდ ერთ-ერთის ხაზზე ვაწყაპებ, დასვა ყველა, ორჯერ ვაწყაპებ და სად მინდა რომ დაწეროს ეს ინფორმაცია, უნდა უშუალოდ აი აქ. და შესაძლოა ყველა დონე გამოიტანა. ანალოგიურად რასაკვირველია შემიძლია აქ ფანჯრებიდან გამოვატანინო, აი ესე დავაწყაპე, ორი წკაპი და შესაძლოა დონეები. უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია შევცვალე და გადავედი დონეების გამოტანაზე. აქაც შემიძლია გამოვიყენო ავტომატური გამოტანა, ოღონდ აქ ესე სრულად მონიშნა არ გამომადგება, იმიტომ რომ დონეები ემთხოვა და უშუალოდ კარების ძირი, პარკეტს ემთხოვა, იგივე იატაკი ემთხოვა, კედელს, ხო? ამიტომ უშუალოდ უნდა მიუთითო რაღაცები, ის კონკრეტული კომპონენტები, რომლიდანაც მინდა რომ გამოვიტანო ზომები. ნუ დაუშვათ, მოდი მოვუნიშნავ წინასწარ კარებს, მოვუნიშნავ წინასწარ მოაჯირს, აიონის მოაჯირს და მოვუნიშნავ ფილას. აბატონო. წამოვედი დოკუმენტებში ისევ, წამოვედი ანოტაციებში, რასაკვირველია რომ ხედავთ რომ აქ მარტო ექსტერიერია, ანუ ისევ და ისევ ეს ექსტერიერი, ინტერიერი იქნება თუ left right თუ მსგავსი ტერმინები ყველა პროგრამაში პირობითია, დავაჭირეთ და გვეკითხება რა გვინდა რომ გამოიტანოს ელემენტებიდან ზემოთა ზომები, ელემენტებიდან ძირის ზომები, ძირის ზომები არ მინდა, იმიტომ რომ ფილის და კარების ზომა დაემთხოვა ერთმანეთს. და არც მირორი არ მინდა თავისთავად გააუქმა მირორი. ანუ მირორი იყო რა, რომ ძირიდან ქვემოთ გამოიტანდა ზომას. ანუ ის არც ქვემოთ დასვავდა. ოკეი, და სადღაცა, სადაც მე მჭირდება რომ ზომები დაწეროს, დავაწყაპე და ვხედავთ რომ ზომები გამოიტანა. აი ესე მოვაწყოთ ჩვენი ნახაზი, ანუ ზომები გამოვატანინეთ, უთხარით view-ში რომ setting-ებში აი აქ რომ ჩემი ერთეულები, რომელიც დავამახსოვრებინე და სიატყვისად ჩვენ დღევანდელ თემას მოვჭით. შემდეგს გავაგრძელებთ უკვე შემდეგ გაკვეთილზე, აუცილებლად თქვენთან იყო არჩილი, რაც გროლია, გაკვეთილები გაგრძელდება, გისურვებთ წარმატებებს.